მიერ მესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების საკითხი კვლავ რჩება გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაპირისპირების თემად. ირაკლი შიხიაშვილი გამგებლობის ხელმძღვანელებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში შესწორებები მერიის მიერ შეთავაზებული პროექტით დაამტკიცა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ვებულობთ იმას, რომ თანხები აღარ არის ამხანაგობის პროექტებში, თურმე ეს პროგრამა არის თავიდან მომდე პოლიტიკური ნიშნით შექმნილი. ვაკის რაიონის გამგებელი ავარიული კორპუსების გამაგრებითი პროექტის შეჩერებაზე საუბრობს. ამ საერთო საცხოვრებელში მისი ინფორმაციით კომუნიკაციების, სადარბაზოს კედლების, კიბეებისა და იატაკების შეკეთება ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში უნდა დაფინანსებულიყო. თბილისის მთავრობის მონაცემებით ქალაქის საკრებულომ გამგეობებს ამხანაგობის პროექტისთვის თანხა დაახლოებით 20 მილიონი ლარით შეუმცირა. ეს არის საკრებულოს მხრიდან გამგეობის ფუნქციების პარალიზების ცდილობა, რომელიც ნამდვილად არ შეჩება, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური დატვირთული, პოლიტიკური ნიშნით შექმნილი რაღაცა პროექტი. სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექით და იმ პრობლემებს ვეღარ გაძლევს გამგეობა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან ერთად, რაც დგას ჩუღურეთის რაიონის წინაშე. მინდა მიმართო ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას და ბოდიში მოუხადო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ადასტურებს, რომ ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების თანახმად საკრებულომ დაფინანსება ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ერთ ნაწილს შეუჩერა. ამხანაგობების თავმჯდომარეები ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. განმარტებები ჯაბასამუშიამ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ამხანაგობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. ეს არის მართლაც პროვოკაცია და ნაციონალურ მოძრაობის კიდევ ერთი პროვოკაცია. ჩვენ ამოვიღეთ ნაციონალურ მოძრაობის აგიტატორების დასაფინანსებელი თანხები, რომელიც საკმაოდ დიდი თანხას შეადგენდა. ეს არის ტყუილი, რომ რაღაც ახალისებებს მოაკლა თანხები. ჩვენი გამგეობის მთავარი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობის ახალსაუბრობო პირობების გაუმჯობესება. ამისთვის ყველაზე ეფექტური მექანიზმი იყო სწორედაც, რომ ამხანაგობების სამოდაფინანსების პროგრამა ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების შემცირებას უარყოფს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი. განმარტავს, რომ გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით 24 მილიონამდე გაიზარდა. საკრებულოს თავმჯდომარე ამხანაგობების დაფინანსების საკითხის წამოწევას პოლიტიკურ მანიპულაციას უკავშირებს. მოხდა ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების ახალისების წესის შეჩერება. აი ამის შემდეგ დაიწყო მათგან დეზინფორმაციის გავრცელება. მათი მოქმედებები პირდაპირ მიმართული საბოტაჟია იმ მართლაც ძალიან კარგი წამოწყებების მიმართ, რაც დაიწყო საკრებულომ უკანასკნელ პერიოდში. ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები ვერ მიიღებენ წინასაარჩევნო ხელფასს. ამას დარდობს ნაციონალური მოძრაობა, თორემ ეს კი არაფერს და აქ არის ეს ყაყანი და უბედურება და ეყოფათ რა მართლა საკმარისია. ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ახალისების მოხსნის შეჩერებას არ ეთანხმება თბილისის მთავრობა. მერიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ახალმა უმრავლესობამ საკრებულოში ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. თანხები იმდენად იქნა შემცირებული, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც დღეს რეალური საფრთხის ქვეშ დგას იმ მოცულობით, რა თქმა უნდა, რა მოცულობითაც და რაოდენობითაც ის მიმდინარეობდა. გარდა ამისა, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ სამსახად არ ვეთანხმებით ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის ახალისების ღონისძიების გაუქმებას. ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტს მერია თანადაფინანსებით ახორციელებდა. საკრებულოში ახალი უმრავლესობის გადაწყვეტილებით მომავალი წლიდან იგივე პროექტის ფარგლებში 4 და მეტ სართულიანი ავარიული სახლების გამაგრებისთვის თანხას ბიუჯეტიდან მთლიანად მერია გამოყოფს.